როგორც ჩანს, გახარია დალეოლო მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას. თქვენს არ მგონია რომ პოზიციას იცვლიდეთ. სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი მოწოდება იყო ერთიანობისკენ და პლატფორმის ფარგლებში საერთო წერტილების მოძებნისკენ, იმიტომ რომ ეს ბრძოლა საბოლოო ჯამში ყველას აქვს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს შესაძლებელია მოცემულობაში დასრულდება ეს თემა, ასე ვთქვათ, ასე რომ ორი მიიღებს მონაწილეობას, დანარჩენი არ მიიღებს, მაგრამ ისინი საერთო წერტილს სადღაც იპოვიან ამ ბრძოლაში. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გუშინდელი განცხადება პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონის სალომეს განცხადება იყო ძალიან მკაფიო. ბოლო თვეების მანძილზე რაც ვნახეთ, იმ განცხადებებს შორის ალბათ ყველაზე მკაფიო იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რასაც რა თქმა უნდა მივესალმებით და მნიშვნელოვანია, რომ ამას ასევე დაემთხვა გუშინდელ დღეს რეზოლუცია, რომელშიც ძალიან ასევე ნათლად და მკაფიოდ არის გაჟღერებული ის რისკები, რომელიც ახლავს ეგრეთ წოდებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ პოზიციას რა თქმა უნდა არ შევიცვლით და ამაზე ვსაუბრობთ უკვე ბოლო თვეების მანძილზე, ვინაიდან ჩვენ თვლით რომ ვართ თანმიმდევრულები 26 ოქტომბრის შემდგომ, ჩვენი პოლიტიკა არის გაცხადებული ამ საკითხთან მიმართებით და ვახდენთ და ვახერხებთ დღევანდელ დღემდე დელეგიტიმაციის პროცესის გაგრძელებას. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ხელისუფლებას და რა თქმა უნდა არ მივცემთ საშუალებას, რომ ამ რუსულ გარკვეულ სპეცოპერაციაში და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი საფეხური ამ სპეცოპერაციის, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჰქვია ახლა, ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ და ყველა იმ საზოგადოებრივ გაერთიანებას, იქნება ეს პოლიტიკური გაერთიანება, სამოქალაქო თუ ცალკეული ინდივიდები, რა თქმა უნდა, ჩვენ გავუწვდით ხელს და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად გავაფართოვოთ ეს თანამშრომლობის არეალი იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიყვანოთ დელეგიტიმაციის პროცესი ბოლო წერტილამდე, რასაც ქვია რუსული რეჟიმის ჩამოშლა და სწორედ ამას ემსახურება ის პროცესიც, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და ამის ერთ-ერთი დიდი კონსტანტაცია ამ ფაქტის, თქვათ, აი ამ წრეების გაფართოების იქნება 19 იulis 19 საათზე ჩვენი შეკრება უნივერსიტეტის კორპუსთან, საიდანაც მარში დაიძრება პარლამენტისკენ. მანამდე ჩვენ გვაქვს ერთგვარი საუბრები სხვადასხვა ჯგუფებთან და ნათლად ასახა, პრინციპში საუბარიც არ სჭირდება უკვე ალბათ ამ თემას უკანასკნელმა კვლევებმა, რომელიც ორი კვირის წინ დასრულდა და ალბათ დღევანდელ დღეს რო ჩატარდეს გამოკითხვა ჩვენს საზოგადოებაში გაცილებით უფრო მაღალი იქნება მაჩვენებლები იმ ადამიანებისა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ არალეგიტიმურ პროცესში მონაწილეობის მიღებას და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ აი ამ ორი პარტიის ამომრჩეველიც 40 და 46% წინააღმდეგია ამ პროცესში მონაწილეობის მიღებისა და ალბათ ამაზე უნდა დაფიქრდნენ და ამ ნაწილში ჩვენ მათთან თანამშრომლობისთვისაც მზად ვართ, თუ კი ისინი, რა თქმა უნდა, შეიცვლიან თავიანთ პოზიციას. მე ეს ვიკითხე თავშივე, რომ არ შეიცვლიან არჩევნებთან დაკავშირებით პოზიციას, ეს არის მოცემულობა, როგორც ჩანს, ორივე მხარეს არის არგუმენტები, ორივე მხარე ამბობს, რომ ამ პოზიციას არ იცვლის ამიტომ და ამიტომ. სალომე ზურაბიშვილმა სხვა შორის გუშინ როგორც არჩევნებში მონაწილეობას უწოდა უაზრობა, ანუ არ არის ეს არჩევნები არ შედგება, საერთოდ არ ჩატარდებაო მიაჩნია, ასევე ბოიკოტის კამპანიის აზრს ვერ ვხედავო, ესეც თქვა მან. ანუ ბოიკოტის კამპანია, რომ არ წახვიდეთ არჩევნებზე, თქვენ ამას აპირებთ? ეს პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ბოიკოტი, სიტყვა ბოიკოტი თავად შეიძლება გამოვიყენოთ რაიმე ლეგიტიმური, ოფიციალური არსებული პროცესის წინააღმდეგ, ხომ ადამიანები მოვიდნენ წინააღმდეგ. კალენდარზე ჩანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხო? მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ყველაფერი საერთოდ რაც ჩაინიშნა ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ ჩაინიშნა თუ მიღებული იქნა რეპრესიული კანონების სახით, რომელიც დღეს გრძელდება, მათ შორის სისტემური ცვლილებები, ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი არჩევნები იქნება არალეგიტიმური ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პირობებში. 26 ოქტომბრის შემდგომ ყველაფერი არის ფარსი და ფარში მონაწილეობის მიღება, წინასწარ გაცხადებულ, გაყალბებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება აბსოლუტურად აზრს მოკლებულია. შესაბამისად, ეს არ არის ბოიკოტის პროცესი, ეს არის გარკვეულწილად დაუმორჩილებლობის პროცესი, რომელშიც
პროცესი, რომელშიც ჩვენ ვიქნებით დაუმორჩილებლები საზოგადოებასთან ერთად, სადაც არ ვაღიარებთ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს და მაშინ მონაწილეობას არ მივიღებთ. 70% ჩვენი ამომრჩევლის, ანუ პროდასავლური ამომრჩევლის წინააღმდეგი ამ პროცესში მონაწილეობის მიღების და დარწმუნებული ვარ, ის დარჩენილი 30%-იც, რომელიც არის, თუ კი ჩვენ ავუხსნით, რასთან გვაქვს საქმე და რაზე ვსაუბრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში არ მონაწილეობა, აუცილებლად იქნებიან ჩვენს აზრზე და ამ პროცესში არ მონაწილეობა აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რადგან უკვე ვისაუბრეთ, შიდა და გარე დელეგიტიმაცია და საბოლოოდ არაღიარება ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების. ჩვენ ძალიან ბევრი სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, მესმის ანა, მე ვიცი, ყველა ლიდერია უკვე ოპოზიციის ციხეში, მათ შორის არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, ხომ? დღეს ვეფხია კაცრაძეს ჰქონდა სიტყვა, ჩვენ გვეძახით მოღალატეებს, რომ მისი პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია, 4 ლიდერიაო ციხეში. ამ ხალხს უბრალოდ მიაჩნია, რომ ის გზა სწორი, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს გზა სწორი. სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად ეს თქვა გუშინ, რომ ერთიანობის წერტილები უნდა მოიძებნოს, იმიტომ რომ ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ხალხს საერთო მიზანი აქვსო. თქვენ გეპარებათ ეჭვი, რომ ხალხს საერთო მიზანი აქვს? არა, არანაირად თუ არ გეპარებათ ეჭვი, ამ შემთხვევაში არის თუ არა შესაძლებელი აი ეს ფორმულა, რომ ისინი მონაწილეობენ არჩევნებში, თქვენ არ მონაწილეობთ ამ არჩევნებში, თქვენ სადღაც იკრიბებით 5 ოქტომბრის მერე? ჩვენი შეკრების წერტილი აუცილებლად იქნება საპროტესტო ეპიცენტრი. მე ამაში დარწმუნებული ვარ, ისინიც და ჩვენც, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის საბოლოო ჯამში რუსული ხელისუფლების ჩამოშლა. მაგრამ ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული არგუმენტაცია გქონდა და ამ გზაზე კიდევ გვემატება არგუმენტები, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან და შიდა პროცესებიდან, რომელიც უკვე გავიარეთ და საბოლოო ჯამში გარკვეული მიღწევები გვაქვს ამ ხელისუფლების არაღიარებასთან მიმართებაში, სანქციებთან მიმართებაში, რომელიც ძალიან აწუხებს ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. მათ შორის ლეგიტიმაციასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ისინი მუდმივად ითხოვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ბოლო განცხადებაც სწორედ ამას უკავშირდება ჩვენი აზრით. შესაბამისად, თუმცა ამ გზაზე ბოდიშვიხთი ეს ქრონოლოგიურად საინტერესო იყო, მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ჯერ იყო არჩევნებში მონაწილეობის განცხადება ლელოს მხრიდან და მეორე დღეს იყო ყაველაშვილის ეს განცხადება, რომ მთხოვეთ შეწყალება და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში და ყველაფერი დაალაგდება და ლელო მაგალითად პირიქით ამბობდა, რომ ზუსტად ქართული ოცნების სვლაა ეს, რომ ეს განცხადება გააკეთეს ზუსტადაც იმიტომ, რომ ჩვენ არ შევიდეთ ამ არჩევნებში. ეს სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ქრონოლოგია ასეთი იყო. საწყისად, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ თუ კი არ იქნება თავისუფალი არჩევნები, ჩვენ არ მივიღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას, ამასაც უწოდებდნენ გარკვეულწილად ქართული ოცნების მიერ ჩვენთვის შემოგდებულ ბურთად, რომლის თამაშიც დავიწყეთ, მაგრამ ჩვენ ვამბობდით, რომ ეს დასრულდება, როგორც კი ცხადი გახდება, ვინ იღებს მონაწილეობას, ვინ არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ხედავთ, რომ არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის განცხადება, იგივე ეს კომისია და მათ შორის აი ძალიან ქვედა დონეზე რო ჩამოვიდეთ, ცალკეული სამინისტროების თანამშრომლები თუ მინისტრები, რომლებიც ჩამოართმევენ რომელიმე უცხოელს ხელს, ამას ასაღებენ გარკვეულწილად როგორც ლეგიტიმაცია. შესაბამისად, მაშინ როდესაც ჩვენ ასეთი წამყვანი ინსტიტუციები გვაძლევენ რეზოლუციებს, სადაც გვეუბნებიან, რომ სტატუს-კვო შესაძლებელია უკვე შეიცვალოს და რისკის წინაშე დადგეს ის მოცემულობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ საზოგადოებასთან ერთად, აი ამ დაუმორჩილებლობის და პროტესტის გზით, რომელიც 220 დღეზე მეტი ხანია უკვე გრძელდება, ხომ? შესაძლებელია ეს რისკის ქვეშ დადგეს, თუ კი პოლიტიკური ჯგუფები მონაწილეობას მიიღებენ ამ ფარსში, რომელსაც ჩვენ ფარსს უწოდებთ. დიახ, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მიზანი არის ჩამოშლა და ამ ჩამოშლის გზაზე ჩვენთან ერთად დასავლელი პარტნიორებიც სწორედ ამ გზას ემხრობიან და ამის ნათელი დასტური იყო სწორედ გუშინდელი განცხადებაც. აქ ერთი რეზოლუცია, კი ბატონო, სალომე ზურაბიშვილმა თქვა ასეთი რამ, რომ ბოიკოტსაც გააყალბებს ივანიშვილი, ისაუბრა როგორც აკეთებს ხომ ყველა ავტორიტარული რეჟიმი დაშინების კამპანიაზე და მით უმეტეს პატარა
ცენტრებში, რეგიონებში ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიყვანოს არჩევნებზე ზეწოლის, მუქარის და 1000 სხვა მოსყიდვის და სხვა შანტაჟის სხვა მეთოდებით, ხო? ამ შემთხვევაში, როცა აი ანა ბუჩუკური მაგალითად საუბრობდა, რომ მე ვერ ვუღალატებ იმ ამორჩეველსო, ვინც იქ მივა და არ დახვდება ალტერნატივა და მას შეუძლია მისულს, ძალით მისულს იქ ჩუმად შემოხაზოს სხვაო. ეს არის თუ არა თქვენთვის რაიმე ტიპის არგუმენტი? თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რომელიმე მუნიციპალიტეტში გამარჯვება თქვენთვის არ არის ასეთი მნიშვნელობა? მე ვფიქრობ პირველ რიგში რომ 26 ოქტომბერს ძალიან ცხადად ვიხილეთ ადამიანები რომლებიც მათ შორის შეიძლება რომელიმე მუნიციპალიტეტის თანამშრომლები იყვნენ, საჯარო მოხელეები იყვნენ, მივიდნენ და მათი მოსაზრებით მათ გააფერათ ეს ვთქვათ რომელიმე ოპოზიციური პარტია, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიხილეთ ძალიან დიდი გაყალბება. შესაბამისად, მათი იქ მისვლა თუ არ მისვლა და თავად ამბობენ რომ ძალისმიერი მეთოდებით იქნებიან მიყვანილები, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი რომელიც დაიდება აზრს მოკლებულია. რაც შეეხება მიზეზებს, რომელიც ამ ორივე პარტიას აქვს პარტიულ სტრუქტურებთან დაკავშირებით, თუ კი ამ ჭრილში განვიხილავთ, მაშინ ჩვენს კოალიციას რამდენიმე ასეული საკრებულოს წევრი ყავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და ჩვენ მიგვაჩნია რომ რომელიმე ერთ საკრებულოში ერთი ან ორი წევრის არსებობა და ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენ შევძლებთ რომ ძალიან ბევრი საკრებულოს წევრი შევიყვანოთ საკრებულოებში ან არჩევნები მოვიგოთ, ბოლო კვლევებიც ამას აჩვენებს. თუ კი იქნება ეს თავისუფალი და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, ამ ასეთ ფარსში და რუსულ პროცესში რაღაც მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მოთხოვნა, არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ დემოკრატიულ გარემოში და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენც როგორც პოლიტიკურ პარტიას მიგვაჩნია რომ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენმა ამორჩეველმა ხმა მოგცეს და ჩვენ მათი ხმა გავაჟღეროთ უკვე და მათ წინაშე არსებული პრობლემები გადავჭრათ და მოვაგვალოთ მათ შორის მუნიციპალიტეტების დონეზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც არჩევნები მართლაც გაუქმებულია და ორივე პარტია სწორედ ამას ამბობდა 26 ოქტომბრის შემდგომ გულისხმობ ლელოს და გახარიას, დღეს რატომ აღარ არის გაუქმებული? აი ეს დიდი კითხვის ნიშანი ისმის, რა შეიცვალა? არაფერი შეცვლა. ისინიც ადასტურებენ, რომ იგივე არალეგიტიმური რუსული რეჟიმი მართავს დღეს პოლიტიკური პარტიები ამბობენ რომ პოლიტიკური ბრძოლის გზა გადის არჩევნებზე და არა მხოლოდ ქუჩაში. შესაბამისად, ყველა არჩევნების გამოყენებისკენ არის მათი არგუმენტი, ასე ვთქვათ, რომ ეს არის მათთვის ბრძოლა, ეს არის მათი განმარტება და ეს არ არის მონაწილეობა მონაწილეობისთვის. ცალსახად ყველა პოლიტიკური პარტიის გზა და პროცესი გადის არჩევნებზე და ჩვენ ამას ვეთანხმებით, მაგრამ გადის თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე და მე ამას წინათ მოვიყვანე მაგალითი. ისინი ამტკიცებენ იმას, რომ არარსებულ პროცესში უნდა შევიდნენ და ერთ-ერთი მაგალითი მაქვს ასეთი სწორედ რომ თუ კი პაციენტს გული აქვს გაჩერებული იმ პაციენტთან რაიმე სახის ქირურგიულ ჩარევაზე ლაპარაკი ზედმეტია რომ გქონდეს მას დიაგნოზი დასმული რომ თქვათ ნაღლის ბუშტი არის ამოსაკვეთი ამ პაციენტისგან გაჩერებული გული უნდა აღადგინო ჯერ ჩაატარო რეანიმაციული ღონისძიებები და ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ მდგომარეობაშია გაჩერებული აქვს ჩვენს ქვეყანას გული და შეუძლებელია რომ გაჩერებული გულის მქონე ქვეყანას ჩაუტარო რაიმე სახის ქირურგიული ჩარევა და რაიმე სხვა პროცესში მიიღო მონაწილეობა გარდა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესისა, რომელსაც ქვია გაჩერებული გულის აღდგენა და ჩვენ ქვეყანა გვაქვს ახლა გადასარჩენი და ამ გზაზე ფარში მონაწილეობა ყოველად მიუღებელია. ანი ქავთარაძე კოალიციის ცვლილებისთვის წევრი იყო ჩვენი სტუმარი.